მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ ასეთი გაშლა, როგორ ჩაერევიან მაღალი ძალები თქვენს პირად ცხოვრებაში უახლოს 2-3 თვეში. ვნახოთ ახლა ჩვენ, საერთოდ შეიძლება რაღაც გაკვეთილებს გადიხართ, რა პერიოდი გაქვთ ისეთი. ვნახოთ რომ რა მიმართულებით უნდა რომ თქვენ მაღალი ძალები საერთოდ მოგცენ რა, რა მიმართულება უნდა მოგცენ თქვენ და ასე შემდეგ. კაი საინტერესო კითხვები მაქვს მომზადებული. და ვნახოთ ახლა, ჯერ პირველ რიგში მინდა რომ ვნახოთ ჩვენ ახლა თქვენ რა ენერგია არის ახლა თქვენ ცხოვრებაში. აი, ახლა ამ ეტაპზე. მინდა მაღალი არკანი ვიპოვო და მე უკვე ვკითხოთ ჩვენ ტაროს. ეგრევე პირველი არკანი არის ფართუნა. ფართუნა, კარგი, იყოს ეს მიდოს აქ. მაგას დაუბრუნდებით ჩვენ, ცვლილებები უკვე არის. როგორც ყოველთვის, არც ერთი გაშლა არ არის შემთხვევითი, ხო? რაღაცას მე როცა დილით ვეკითხები, მაღალი ძალებს რა გაშლა გავუკეთეთ ჩემს მაყურებელს და ეგრევე მოდის თავისით თემები. ესე იგი, ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი არის ახლა ეს კითხვები და ჩვენს რა თქმა უნდა ვკითხავთ. დღეს მუშაობ ჩემს უსაყვარლეს დასტაზე, ეს Rider Waite, ჩემი პირველი დასტა სხვათა შორის. ვნახოთ ახლა ჩვენ, რომელი გაკვეთილი ახლა გაძლევთ თქვენ მაღალი ძალები ამ პერიოდში რა, რა გაკვეთილის გავდივართ ჩვენ, აი ეს ვნახოთ. ვნახოთ რა სურვილებს ხედავენ მაღალი ძალები თქვენს გულში. თქვენ თვითონ რა გინდათ. ისე და ვკითხოთ ახლა ჩვენ სად ცდილობენ ისინი რომ თქვენ მიგითითონ აი ზუსტად ეს რაც ვთქვით ჩვენ რომ აი ეს მიმართულება. შემდეგი ვკითხოთ როგორი ცვლილებებს გიბზადებენ ამ უახლო მომავალში თქვენს პერიოდს, აი ეს პერიოდი რო ავიღო 2-3 თვის განმავლობაში თქვენს პირად ცხოვრებაში. კიდე ნახოთ შეიძლება ან რომელი ადამიანი ან რამე სიტუაცია შეიძლება შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში. ესეც გავითვალისწინოთ ჩვენ. იქნება რისთვის მოდის, ხო? ან სიტუაცია ან ადამიანი. და ვნახოთ კიდე თქვენ როგორ შეგიძლიათ ითანამშრომლოთ მაღალი ძალებთან, ხო? იმიტომ რომ ახლა პრინციპში როცა ინტუიცია გაქვს, შენ ხო ხედავ რომ რაღაცა მოვლენები მოდის შენ ცხოვრებაში და ის ზუსტად ვნახოთ ახლა ჩვენ რა შეიძლება იყოს, როგორ შეგიძლიათ თქვენ, რო გქონდეთ კარგი შედეგი, რომ ითანამშრომლოთ მაღალი ძალებთან. და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება აუცილებლად ამ ეტაპზე და შედეგი რა თქმა უნდა როგორი შედეგი იქნება იმის მერე როცა მაღალი ძალები ჩაერევენ თქვენ პირად ცხოვრებაში. всё, მე მგონი ვთქვი. так, რას აი რატომ ამას ავიღებ ამ დასტას დამეხმარება. ეხლა თქვენ რა ენერგიებში ხართ. პირველ რიგში, ვინც უყურებს სულ ჩემს გაშლებს, თქვენთვის ასე არ იქნება ახლა უცნობი, იმიტომ რომ და უცნაური, რატომ ხარ თქვენ დაუშვთ ამ ეტაპზე ახლა ფართუნას ენერგიაში, იმიტომ რომ ეს არის როცა ისეთი ენერგია, როცა მე მზად ვარ იმისათვის, რომ რამე შევცვალო, მე მზად ვარ ცვლილებებისთვის, მე შემიძლია და რა თქმა უნდა, როცა ადამიანი არის ისეთ მზად ყოფნაში, და მარტო თავის თავზეც არ ფიქრობს ადამიანი ფიქრობს შეიძლება იმაზეც, აი კიდე ვინ შემიძლია გავახარო და თქვენ უნდა ფართუნა როგორი ენერგია, იცით, როცა მე ვგრძნობ, რომ რაღაცა იცვლება, რაღაცა შემოდის ახალი ჩემ ცხოვრებაში და მე მზად ვარ ეს მივიღო, მე მზად ვარ ეს ყველანაირად რა ცვლილებით შემოვა ჩემ ცხოვრებაში, ვარ მზად მაგისთვის.
გაიგეთ? ანუ ეს ძალიან კარგია. ეს არის აი ცვლილებების პერიოდი რაღაცა უნდა შეიცვალოს. ნუ ვნახოთ ახლა ჩვენ უკვე თქვენ რადგან მზად ხართ, თუ თქვენ ამას გრძნობთ, თქვენ ესე იგი, ნუ ეს გაშლაც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, თქვენთვის. და ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ პირველი კითხვა ჩვენ მქონდა ის, ესე იგი, ნუ პირველი არა, უკვე მეორე კითხვა. რა გაკვეთილს, აი რომელი გაკვეთილს ახლა თქვენ გაძლევენ მაღალი ძალები ამ ეტაპზე, ანუ რა გაკვეთილს გადიხართ ახლა თქვენ? სიყვარულის გაკვეთილს თქვენ რო იცოდეთ და რა თქმა უნდა, როგორც აუცილებელი არ არის, რომ დავუშვათ მარტო ადამიანს გვაჩვენებდეს ჩვენ, ახლა თქვათ, ახლა სამეფო კარის არკანები. რა თქმა უნდა, ეს არის ენერგია, იმიტომ რომ ჩვენ გაკვეთილებზე გვაქვს საუბარი, მაგრამ ნუ რადგან თასების მეფე გამოვიდა, ჩვენ უკვე შეგვიძლია თქვათ, რომ თქვენ აქ რაღაც შეიძლება ზოგი ახლა გადეს გაკვეთილ უშუალოდ თავის პარტნიორთან, ანუ საყვარელ ადამიანთან. მამაკაცებისთვის სხვათაშორის თქვენ ალბათ სწავლობთ სიყვარულს. კიდე ეს არის როგორი ენერგია, იმიტომ ჩვენ საჯარო გაშლა გვაქვს, ამიტომ ჩვენ ვიცით რომ ყველა თემას ვეხებით. რა გაკვეთილს და ანუ გამცემის. ნახეთ, საერთოდ თასების მეფე ეს არის უკვე ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ გამოიარა ამ ცხოვრებაში და რაც ეხება, ეს შეიძლება სხვათაშორის არ არის აუცილებელი რომ მაინც კაცი იყოს. შეიძლება უბრალოდ ნახეთ თასების მეფე არის ესეთი პერსონაჟი, რომელმაც უკვე იცის როგორ უნდა მართოს დაუშვათ თავის ენერგიებს რა, ანუ გრძნობა თავისი ემოციების მართვა იცის და ამავე დროს ამ ადამიანს აქ დიდი გამოცდილება თქვა ურთიერთობებში, ადამიანებთან საერთოდ დამოკიდებულებაში. ამ ადამიანს უკვე ამ ადამიანმა იცის როგორ უნდა გასცეს სიყვარული, იმიტომ რომ თვითონ არის უკვე ისე დონეზე, რომ შეუძლია ამ სიყვარულის გაცემა. იმიტომ რომ გამოცდილია ძალიან და ამიტომ მე არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება თქვენ თვითონ ეხლა ესეთ გაკვეთილს გადეხართ აი ამ სიყვარულის გაცემის. ნუ მოდით ჩვენ ეხლა ვნახოთ, მაინც კიდე დავაზუსტოთ, აი რას გულისხმობენ აქ უფრო, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენ რომ იცოდეთ რა გაკვეთილს გადეხართ ეხლა უშუალოდ, ნუ კი ბატონო, რაც მე ვთქვი, პრინციპში ეგ არის ზუსტად. რომ თქვენ ეხლა აი აქ სწავლობთ იმას, რომ ზუსტად რომ აი სიყვარულს, თან სიყვარულის გაცემას, კი, სიყვარულის გაცემას და არა მხოლოდ თქვათ ეხლა საყვარელ ადამიანზე, აი საერთოდ ადამიანებზე, ან დახმარება. შეიძლება თქვენ ეხლა დაუშვათ ხართ თასების მეფე სხვათაშორის ძალიან ხშირად აჩვენებს ადამიანს, რომელიც არის თქვათ ანუ ფსიქოლოგი, ეზოტერიკოსი, ანუ ადამიანები, რომელიც არიან დაკავებული პროფესიით, დამხმარე პროფესიით რა. ამიტომ აქ თქვენ ისეთ გაკვეთილს გადეხართ, რომ თქვენ შეიძლება კიდე ნახეთ, თქვენ სწავლობთ აქ გაკვეთილს, აი თქვენი ემოციების და სიყვარულის გაცემას, იმიტომ რომ არის ზოგჯერ სხვათაშორის, ანუ ადამიანი ხო, აი ძალიან კარგი არის, ძალიან ისეთი თბილიც არის, მაგრამ აი გამოხატვა არ შეუძლია თქვა, თუნდაც სიტყვიერად, თუნდაც მიდგომით, ხო? შეიძლება ადამიანი ახლა არის თქვათ, ну, აი გინდათ მამაკაცი, გინდათ ქალი, არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ახლა ენერგიას უბრალოდ მივხედოთ, ხო? რომ აი რამე თბილი სიტყვა რო უთხრა, გამოხატო უფრო მეტად შენი სითბო და ნახო ადამიანს, რომ შენთვის მნიშვნელოვანია. აი ამ ეტაპზე თქვენ ეთყობა აი ამ სიყვარულის გაკვეთილს გადეხართ რა. ეს უკვე თქვენ თვითონ ახლა დააკვირდით, ვის მიმართ არის ახლა ეს თქვენი გაკვეთილი, ხო? ნახოთ ახლა შემდეგი, ანუ რა სურვილებს ხედავენ მაღალი ძალები თქვენს გულში. აი ნახეთ რა სურვილებზე, თქვენ გინდათ რაღაცა კომფორტული ცხოვრება, თქვენ გინდათ რაღაც აი იცით როგორ არის, აი რაც ჩემს სულს გაუხარდება, აი ეს მინდა. აი ზოგს შეიძლება სხვათაშორის უნდოდეს უბრალოდ რა სურვილი გაქვთ,
ეხლა რომ აი მინდა ვიცხოვრო კომფორტზე, შეიძლება ზოგს უნდა დასვენება, შეიძლება ზოგს უნდა აი სოფელში წასულა დაუშვათ, ხო? ან დროს ტარება იმ ადამიანებთან, ვინც არის მისთვის მნიშვნელოვანი, ხო? ანუ ზოგს ეხლა ბავშვებთან მინდა გატარება, თქვათ. ანუ თქვენს სულს უნდა რაღაცა კომფორტი, რაღაც აი კარგად მინდა ვიყო, კარგად. შეიძლება ზოგს ეხლა უნდა ვიღაცის მხარდაჭერა, იმიტომ რომ ნახეთ, აქ ეხლა მე არ გამოვრიცხავ, შეხედეთ ვიღაცისთვის იქნება ეხლა როგორი სიტუაცია. საერთოდ ექვსიანი თასების არის როგორი ენერგია, როცა მე რაღაცა რთული პერიოდი გამოვიარე და აქ კიდევაც აჩვენებენ ამას, რომ შეიძლება ადამიანი არის ძალიან რთულ პერიოდში. როცა აი ცვლილებები, ნახეთ ცვლილებებში, ხო, გვაჩვენებენ რომ ხარ თქვენ და ამიტომ აქ ზუსტად სულს სჭირდება სითბო, იმიტომ რომ იმედგაცრუებაც აქ შეიძლება იყოს, შეიძლება უიმედობა საერთოდ, შეიძლება ადამიანი განიცდის ძალიან დიდ ტრანსფორმაციებს, ან დაუშვათ რაღაცას ვკარგავ, რაღაცა მეცლება ხელიდან. შეიძლება ჯანმრთელობასაც ეხებოდეს სხვათა შორის, რომ აი რაღაც ადამიანი ცუდად გრძნობს თავს და დაუშვათ ეხლა ფიქრობს, რომ აი არავინ არ არის ჩემს გვერდით რა, არავინ არ ვინ დამეხმარება. ანუ აი რაღაცა ისეთი პერიოდი, იმიტომ რომ ისეთ კარკანები წამოვიდა, მაჩვენებენ ახლა რატომ გინდა თქვენ ეს, რომ აი თითქოს რაღაცა ნაიარები გაქვთ თქვენ ძალიან ღრმა და არ ვიცი როგორ მე თვითონ როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან რა. და აი ნამდვილად ამიტომ თქვენს გულს უნდა რომ აი ისეთი გარემოცვა იყოს და ისეთი ადამიანები იყოს თქვენს გვერდით, ვინც შემოიტანს კომფორტს და აი სადაც მე ამოვისუნთქო და კარგად ბედნიერად ვიქნები, რომ თქვათ გავალ, თქვათ აივანზე შევხედავ ბუნებას, რა კარგია, რა მშვენიერია და ან ნუ ყველას თავისი რა თქმა უნდა აქ ახლა სურვილი, მაგრამ აი სული ითხოვს აი ზუსტად ამ ბედნიერებას და ამ კომფორტს რა. ნუ აი ასე გვითხრეს ჩვენ. ასე ხედავენ მაღალი ძალები, რომ თქვენ გინდათ ეს დასვენება, იმიტომ რომ შეიძლება მართლა ზოგი უკვე დაიღალა და სხვათა შორის კიდე ნახეთ როგორი მომენტი. თქვენ ახლა შეიძლება რაღაცა პერიოდზე, აი არის ზოგჯერ როგორი მომენტი, იცით, როცა ადამიანი გადის, თქვათ, ხო, რაღაცა პერიოდს. და ეს პერიოდი რთული თქვენს ცხოვრებაში უნდა დასრულდეს. ნუ ეხლა მე მაგალითად უსმენდი, რადგან ყურო ვარ, მე ახლა ხო გითხარით, მე ასტროლოგიაში ვარ საერთოდ უბრალოდ მოყვარული, ხო? სწორია. და მიყვარს რა თქმა უნდა და აი ახლა უკვე რამდენიმეჯერ მოვისმინე, რომ აი ყუროებისთვის იყო რაღაცა ეს პერიოდი 7 წლის განმავლობაში, даже მე მგონი მეტი. და ეხლა იმის ძალიან მაგარი ცვლილება, მე მგონი ურანის პლანეტა რო არის, ის გამოდის ყუროს ნიშანიდან და გადადის ეხლა ნუ ძალიან კარგ სიტუაციაში ყუროებისთვის, ხო? ნუ აი ხა ამას მაგალითად იმიტომ ვიყვან, რომ ეს პერიოდი შეიძლება თქვენ რაღაცა გქონდათ ისეთი თქვა, შეიძლება ბრძოლობდით, შეიძლება თქვენ ცხოვრებაში გადიოდით ბევრ გაკვეთილებს, ბევრ ტრანსფორმაციას, ბევრი ზოგი შეიძლება გადაადგილდა, გადავიდა სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, თქვა შეიძლება ზოგს ახლა პირად ურთიერთობაშიც რამე შეიცვალა და ასე შემდეგ და ამიტომ უკვე მაღალი ძალებიც ხედავენ, რომ შენ გინდა დასვენება, ცოტა სულიერად დაგასვენონ, იმიტომ რომ შენ მართლა უკვე გაიარე საკმაოდ, რა კოშკის არკანი გამოვიდა და ამიტომ გეუბნებით, რომ აი ძალიან ბევრი უკვე გამოიარო და ამიტომ უკვე გჭირდება დასვენება. აი კიდე დაგიხრიჭეთ. კარგით, ნახოთ ახლა შემდეგი კითხვა ჩვენ, ანუ სად ცდილობენ მაღალი ძალები, აი თქვათ, მიგითითონ, ანუ რომელი მიმართულებით მიგიყვანენ, აი ნახეთ დასვენება. ისევ დასვენება. ნუ ჩვენ ხო ამ პერიოდზე ვლაპარაკობთ რა. ანუ თითქოს უნდა შეისვენოთ თქვენ, კი, იმიტომ რომ თქვენ ალბათ დასვენება არ იცით. და უბრალოდ არის როგორ აქ მე დაჟე ვფიქრობ, რომ აქ ექნება ისეთი რეჟიმი ჩართული თქვენთვის, სადაც თქვენ ანუ ნახეთ თან
იმუშავებ, თან შეისვენებთ. აი არის ეგეთი მომენტი რა, როცა ძალიან გადათვირთული არ ახარ რა. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა ქმედება, არა. შეიძლება თქვა დაუშვათ ახლა ისეთი პერიოდი გექნებათ, სადაც თქვენ უფრო ანუ აღარ დაგთვირთავენ ისე, როგორც თქვა უნდა ადრე იყოს სიტყვაზე, ხო? ხო, ეხლა რაღაც მომივიდა კითხვა პირადი ურთიერთობა, არა, ეს გაშლა პირად ცხოვრებას, ანუ რაც ეხება თქვენ. იმიტომ შეიძლება აქ სხვადასხვა სფეროსაც შეეხოს. ეხლა აქ გააჩნია რა არკანები გამოვლენ რა. ანუ ესე იგი რა მიმართულებით კიდე რა დასვენება, მაინც დასვენება არის, დასვენება, რომ თქვენ რაღაცა იცით როგორ არის, ანუ ეს როგორი თემა არის, დააკვირდეთ თქვენ თვითონ, აი ზოგი 9 წელი აიღეთ, ზოგი 7 წელი აიღეთ და დააკვირდეთ, რომ თქვენ ცხოვრებაში ამ პერიოდში თქვენ რა გამოიარეთ. და იმიტომ რომ უფრო ძლიერი ადამიანებისთვის ყოველთვის არის როგორი თემა, რომ მე ვერც ამჩნევ რა, რო თქვათ, ეხლა მე ის გამოვიარე ის. დააკვირდეთ რა ცვლილებები გქონდა და ამიტომ მე გეუბნებით, რომ აქ თქვენ ეხლა მოგცემენ უფრო მეტ საშუალებას, რომ თქვენ დაისვენოთ. და ეს სხვათა შორის უფრო კიდე, აი ხა ვკითხე რომ აი დაუშვათ, ახლა ხო ვიცი რომ ადამიანი თქოს რომ მე თუ არ ვემუშაო, რაღა იქნება. აი აქ ვკითხე რომ რამენაირად იმოქმედებს, თქვათ ადამიანის ან შემოსავალზე, ან რამეზე, რომ თქვათ დასვენებთ, რომ ვიცი რომ ზოგი ახლა მუშაობს და მარტო თვითონ თქვათ ახლა არჩენს ოჯახს და ახლა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმოქმედებს თუ არა და არა ვითხრას რომ არა. პირიქით, აი ძალიან როგორ არის ისეთი აქ არის ისეთი ენერგია წამოვიდა, რომ შენ თან დაისვენებ, ანუ თან ნახეთ როგორ გეტყვით, ახლა თქვენ რასაც აკეთებდით აი ამ პერიოდში, ხო? ეხლა თქვენ გეძლებათ საშუალება, რომ ეთყობა შედეგი მიიღოთ, კი, აი რასაც აკეთებდი, იქიდან ეხლა უკვე შედეგს მიიღებთ თქვენ. კი, მოვიდა დრო, რომ თქვენ ეხლა უკვე შედეგს მიიღეთ იქიდან, რასაც თქვენ აკეთებდით. ანუ რაღაცა რთული ეს პერიოდი სრულდება, ანუ რაც გითხარით წერებთ, ეხლა კიდე ისი კარტი ეხლა მაჩვენებს იგივეს რა. კარგით. ეხლა ვნახოთ მაშინ ჩვენ რა ცვლილებებს გიმზადებენ თქვენ პირად ცხოვრებაში უახლოს მომავალში, ან 3-3 თვეში. პენტაკლების მეფე. აი რა ცვლილებებს. კიდევ ნახეთ, დღეს კი არიან აქ მამაკაცები ყავს ჩვენ, მაგრამ ზოგისთვის კი ესეც არის, მაგრამ ჩვენ ენერგიას დღეს გავითვალისწინოთ. ანუ რა ცვლილება პირად ცხოვრებაში. საერთოდ პენტაკლების მეფე როგორც ენერგია, ეს არის სტაბილურობა. ანუ სტაბილურობა, ფინანსური სტაბილურობა. შეიძლება მხარდაჭერა პარტნიორის, ხო? თუ დაუშვათ ახლა, თუ თქვენ მამაკაცი ხარ და უყურებთ, ესე იგი თქვენი სტაბილურობა იქნება აქ ნამდვილად და პირად ცხოვრებაში, ვიღაცა შეიძლება დაკორწინდეს, ან თქვათ, ახლა იფიქროს, რომ აი, მზად ვარ უკვე ცოლი მოვიყო, ანუ ხო? მაგრამ აი საერთოდ როგორც ენერგია რო ვთქვათ, ახლა ეს არის აი ძალიან სტაბილურობა, როცა მე თქვა დაუშვათ ფინანსებში, მე ვიცი როგორ უნდა ვმართო ჩემი თქვათ ახლა ფინანსური მდგომარეობა, მე ვიცი უკვე ჩემი ცხოვრება როგორ უნდა ვმართო. ანუ იმიტომ რომ ეს არის აი ძალიან ისეთი როგორც იმპერატორის ენერგია რა, ის სტაბილურობას გაჩვენებენ თქვენ რომ ახლა აი ძალიან რა ცვლილებები, მოდით აბა მაინც ვკითხოთ ახლა. ისე. ფინანსები, ისევ პენტაკლები. ფინანსები, სწორედ გითხარით, მე რაც გითხარით. Так, შემდეგი ვნახოთ, ანუ უფრო даже მე ვეთყოდი, რომ აქ მოგემატებათ, აქ რაღაცა ფინანსური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს თქვენი უეჭველი. თან ძალიან აი თითქოს რაღაც სტაბილურად იქნები რა, აი ეგეთ ენერგიას მაჩვენებენ რა.
შემდეგი ჩვენი კითხვა, ანუ რა ადამიანი ან სიტუაცია შეიძლება შემოვიდეს, გამოგიგზავნեն მაღალი ძალები, რა სიტუაცია. აი ზუსტად ეგ სიტუაცია არის, როცა თქვენ გამოდიხართ, იმიტომ რომ აქაც ახლა მაგ ესეთი არკანები, რომელიც მაგას მაჩვენებენ, გამოდიხართ იმ მდგომარეობიდან თქვენ, როცა გქონდათ აი გაჭირვების სიტუაციიდან. ან არ ყოფნიდათ რაღაცები, თქვათ, რესურსები, შეიძლება ფინანსები, შეიძლება რაღაცა, შეიძლება ავადიყავით, ავადმყოფობიდან გამოსვლა. ანუ ესე იგი რას გიგზავნიან, ხო გამოსვლა არის ეს კი? კი, ანუ სწორედ თქვენ. კი. ანუ აქ თქვენ მოგიცემთ ყველანაირი საშუალება, რომ თქვენ გამოგიყვანებიან რთული პერიოდიდან, თუ ავად იყავით, კი ბატონო, თუ დაუშვათ რაღაცას გრძნობდით, რომ თქვენ რაღაცას, არ ყოფნიდათ, თქვათ რამე, ან ფინანსები გინდა, კიდე თქვათ რამე, აქ უფრო აქ პენტაკლები მოდის და ამიტომ გეუბნებით, რომ უფრო რაღაც ეთქობა თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, უფრო აქ გვაჩვენებენ რა. აქ даже ადამიანზეც ვერ ვეთყოდა. თუ დაუშვათ ქონდა თქვენ ამ არაჯანსაღი ურთიერთობა, ხო? აქაც თქვენ რაღაცა გამოსავალს ნახავ და ბედნიერი იქნებით. ანუ ეგაც დასრულდება, იმიტომ აქაც არკანები მითხრეს, რომ ნამდვილად გამოდიხარ შენ აი ამ პერიოდიდან, როცა შენ გქონდა რაღაც პრობლემები რა. ვნახოთ ახლა ჩვენ, როგორ შეგიძლიათ თქვენ, როგორ უნდა ითანამშრომლოთ მაღალ ძალებთან იმისთვის, რომ იყოს აი კარგი შედეგი. აი აქ პრინციპში ნახეთ რა საინტერესო, აქაც იყო ორიანი პენტაკლები, სულ პენტაკლებია დღეს რა. როგორ უნდა ითანამშრომლოთ. აი სხვანაირად იცით? სხვანაირად. აქ უნდა ისწავლოთ თქვენ, იცით რა არის? აი ეჭვი არ უნდა გეპარებოდეთ თქვენ, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ცოდნა, თქვენ ეს ცოდნა უნდა გამოიყენოთ და ნამდვილად ეს თქვენი სირთულეებიც, ანუ დამთავრდება. თქვენ ახლა კიდევაც რამე თუ იცით, თქვათ, გინდა მედიტაციები, გინდა თქვათ ახლა ანუ აქ თითქოს როგორ არის, იცით, თქვენ მართლა ერთად მაღალ ძალებთან გექნებათ ისეთი თანამშრომლობა, მაგრამ მაღალი, ანუ თქვენ არ უნდა გქონდეთ ეჭვი, არ უნდა გეპარებოდეთ. თქვენი ცოდნა უნდა უფრო კიდე გამოხატოთ. არ უნდა ჩაიკეთოთ თქვენ, არ უნდა გქონდეთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი თავის იმედი. და აქ ნახეთ ახლა ყველანაირად ამ რა სირთულეებიც კი გქონდათ თქვენ ამ სირთულეებში თქვენ მაღალი ძალები მაგრად დაგედგებიან გვერდში. ერთად იქნებით თქვენ, ერთად იცეკვებთ რა, ერთად. და მიგიყვანთ აი ერთად დაამუშავებთ რთული რაღაცა მომენტებს, მიხვდით? და აი ეს არის ახლა, ანუ როგორ უნდა ითანამშრომლოთ, უნდა ენდოთ. არ უნდა გქონდეთ ეჭვი. და ნახათ ეს კიდე რას ნიშნავს, ზოგჯერ ადამიანი მაგალითად ამბობს, რომ რა ვქნა, მე თუ თვითონ არ ვიმუშავე და მე თუ დაუშვებ თვითონ რამე არ გავაკეთე, მე თუ მარტო ყველაფერი ჩემზეა, ყველაფერი მე მარტო, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ ენდობი, ანუ რო გითხოს ადამიანს ღმერთის გწამს, კი, მაგრამ მაშინ რატომ გეპარება ეჭვი, რომ ღმერთი მფარველი ანგელოზი ყოველთვის შენს გვერდით არის? რატო იძახე მე მარტო ვარ, მე მარტო უნდა გავუმკლავდე? ეხლა რას ნიშნავს ახლა მფარველი ანგელოზი გვერდით და ან ღმერთი? რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ან ადამიანს გამოგიგზავნის, ან სიტუაციას გამოგიგზავნის, ან კიდე რაღაცა ისეთი რამე მოხდება, შეიძლება სასწაული, რასაც არ ელოდები და ვიღაცის ხელით თქვათ, მოგაწოდებენ იმას, რაზეც შეიძლება შენ არც გიფიქრე ეს სიტყვაზე, ხო? ეს არის.
და შენ როცა ეძახე მარტო მე გავაკეთებ ყველაფერს და არ ვენდობე მე არანაირი მაღალი ძალებს და არც ღმერთს და არც არავის, აი ეს იმას ნიშნავს, რომ მუშაობ შენ თვითონ მარტო ძალიან რთულად, ძალიან მძიმე სამუშაო გაქვს, ძალიან აი ყველაფერი რო თქვა, აი უკვე გადაღლილი ხარ, რომ არაფრის თავი აღარა გაქვს რა. ეს არის როცა ადამიანი არ თანამშრომლობს მაღალ ძალებთან. აი ეს არის. ეხლა ვნახოთ, მაშინ ჩვენ კიდე კითხვა გვაქვს, ანუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ ეტაპზე. აი აქვს პენტაკლები, აქ გეუბნებით, აქ ფორტუნა და პენტაკლები და იგივე ენერგია თუზი პენტაკლებს და ამიტომ მე გეუბნებით, აქ თქვენ მე ვფიქრობ ამ გაშლით, რომ თქვენ გადადიხართ ახლა რაღაცა სხვა ეტაპზე, როცა თქვენთან მართლა ვინც ანუ უფრო მეც დასვენებას მოგცემენ და ფულის შემოსავალი იქნება ძალიან მაგარი. ანუ თქვენ გჯეროდეთ უბრალოდ იმისი, რომ თქვენი ცხოვრებაში რაღაცა იცვლება. რა არის იცი ძალიან მნიშვნელოვანი არის, როცა შენ ნამდვილად გჯერა, რომ არსებობს ეს სულ ყველაფერი, ანუ გინდაც ეს სამყარო, ღმერთი, ყველაფერი ეს არსებობს, ეს არის ძალა, რომელსაც არ უნდა შენი არც დასჯა, არ უნდა შენი თქვა ცუდად ყოფნა, არ უნდა უბრალოდ შენ რომ აქ ჩვენ დედამიწაზე როცა მოვდივართ, ჩვენ აქ მოვდივართ სასწავლებლად, იმიტომ რომ აი სულ სწავლობ, სულ დააკვირდეთ, აი ყველაფერს სწავლობთ, აი წყლის დალევასაც კი ვსწავლობთ ჩვენ ამ დედამიწაზე აბსოლუტურად, ხო? მაგრამ რისთვის ვსწავლობთ? იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო და უფრო კარგი იყოს. თუ შენ ამბობ, რომ არ მინდა მე არაფრის სწავლება, აი თავისით ყველაფერი ან როგორც არის, ისე იყოს, ან თუ ვარ ღირსი კი მოვა, თუ არა ვარ და არა, აი ყველა მდიდარი ვერ იქნება, აი ეს ძველი დადგენილებები, რომელიც არის, აი თუ შენ მაგით ცხოვრობ, მაშინ მასე იქნება და არ გაგიკვირდეს. თუ შენ უკვე ცდილობ მაქსიმალურად, რომ რაღაცა რჩევა ვიღაცის გამოიყენო, მაგრამ ნახეთ, რჩევასაც გააჩნია, შეიძლება ზოგი გეტყვის, რომ რას იკლავ თავს შენ ამ ბიზნესში, ხო ხედავ არაფერი გამოვა, მამა შენიც არის ხო მდიდარი და არც ბაბუა შენ საიდან უნდა გამდიდრდე. ხო? ან ახლა კიდე რაღაც მომენტებს ხო? და აი ეს არის უკვე და თქვენ თვითონ გულში ფიქრობთ, რომ არა მე მინდა რომ ეს კაი ცხოვრება მქონდეს, მე მინდა რაღაცა გავაკეთო, მაგრამ თითქოს ამ ხმებს უსმენთ და ელოდებით, რომ თქვათ იმ ხმებმა გითხრეს, რომ არა, მიდი და ნუ გეშინია, გაიგე და უფრო იმ ხმების გჯერა, ვიდრე შენი გულის ხმას უჯერებ. გაიგეთ? და აი ეს არის რომ უნდა დაფიქრდე და ეხლა მე ამ წუთში ეს არის ჩემი ფიქრი თუ ვიღაცისი. ნუ ეხლა ესეთი თემა, ამაზე ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. რატო ეს ჩვენ ეხლა რატო ხდება, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა რატო ხდება ეგეთი რაღაცები რა, ეს ეხლა ამ ვიდეოსთვის ეხლა არ არის მე ვნახოთ, შეიძლება ცალკე იმ არხზე ჩავწერ ხოლმე მატრიცის არხზე იქ მინდა რომ ჩავწერო რაღაც ისეთ საინტერესო თემები თქვენთვის. და ვნახოთ აბა რა შედეგი იქნება, როცა მაღალი ძალები თქვენთან ჩაერევენ თქვენს მაღალი ძალების ჩარევის შემდეგ. სიხარული, ბედნიერება, სიუხვე. უნდა მიაქციოთ ყურადღება იმაზე, რომ მაღალი ძალები თქვენსკენ არიან, მაღალი ძალები ცდილობენ, რომ თქვენ დაგეხმარონ, უნდა გჯეროდეთ, რომ არსებობს ნაკადი, რომელშიც უბრალოდ უნდა შეხვიდეთ, არსებობს აი ეს წყარო, საიდანაც ვართ ყველა გამოსულები და იმ წყაროს, ანუ როგორც ჩვენ ზოგი უძახეთ მაგას ღმერთს, ზოგი კიდე სხვანაირ შემქმნელს და ასე შემდეგ, იმას უნდა რომ ჩვენ ვიყოთ კარგად. და იმას უნდა რომ ჩვენ ვიცხოვროთ სიუხვეში. დანარჩენი უკვე ჩვენი არჩევანია, რას ვიზავთ ჩვენ. всё. ამიტომ ამით დავამთავრებ ამ კარგი ნოტით, რომ მე ვფიქრობ, რომ აი ძალიან მაგარი კაი გაშლა იყო, თქვენ კომენტარებს რა თქმა უნდა ველოდები და მინდა რომ თქვენ იყოთ მართლა ბედნიერები და მე რაც შემიძლია კი გავაკეთებ ჩემი მხრიდან, რაც არის საჭირო.